ექსპერიმენტში ჩვენ ვამოწმებთ რეაქციას მხედველობით სტიმულზე. ექსპერიმენტი ძალიან მარტივია. საჭიროა მხოლოდ ჩვეულებრივი 30 სანტიმეტრის სიგრძის სახაზავი ან ქაღალდი, რომელზეც დატანილია 30 სანტიმეტრიანი დანაყოფები. ასევე გვჭირდება მოხალისე, ანუ ჩვენი ცდის პირი. გთხოვ დადო ხელი მაგიდაზე ისე, რომ მტევანი არ იყოს ჩამოდებული მაგიდაზე. მის გარეთ რომ იმყოფებოდეს. ამ ხელით შენ შეეცდები დაიჭირო სახაზავი, რომელსაც მე ჩამოვაგდებ. შევთანხმდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ რეაქციის დრო სანტიმეტრებში და შემდგომ სპეციალური ცხრილის მეშვეობით გადავთვალოთ ეს მონაცემები წამებში. Trzeba wykonać parę powtórzeń tej próby. აბა შევხედოთ რამდენია. 20 სანტიმეტრზე დაიჭირა. ახლა რამდენია? 23. ნული. შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვცადოთ. ამჯერად 13 სანტიმეტრზე. საჭირო ამ ცდის რამოდენიმეჯერ ჩატარება იმისთვის, რომ საშუალო დრო დავადგინოთ. შეგიძლიათ აგრეთვე ყველა მოსწავლეზე ჩაატაროთ ეს ექსპერიმენტი და ნახოთ განსხვავდება თუ არა მათი რეაქციის დრო. საშუალოდ შენი მონაცემია დაახლოებით 20 სანტიმეტრი, რაც ნიშნავს, რომ შენი რეაქციის დროა წამის 2/1 ამ ცხრილის მიხედვით. რეაქციის დროს ვადგენთ შემდეგნაირად. როდესაც მე ვუშვებ სახაზავს ხელიდან, შენ ამას ხედავ. შენ იღებ მხედველობით სტიმულს თვალის მეშვეობით. თვალის რეცეპტორები აწვდიან ტვინს ინფორმაციას. ტვინი ამუშავებს და უგზავნის ინფორმაციას შენი ხელის კუნთებს, იმის შესახებ, რომ მათ უნდა დაიჭირონ სახაზავი. ამ პროცესს სჭირდება გარკვეული დრო. პრინციპში, თუ არა შემთხვევითობა, სახაზავის 15 სანტიმეტრამდე დაჭერა შეუძლებელია. რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ტვინს სჭირდება დრო. Jeśli nie jest to przypadek, żebyś złapał ją szybciej niż, czy na krótszym odcinku niż 15 cm. Prędkość wynika to... ეს არ არის პირობითი რეფლექსი, რომელსაც ტვინი გაცილებით უფრო სწრაფად ამუშავებს. Bezwarunkowy, wtedy te rzeczy dzieją się znacznie szybciej. გარდა ამისა, კიდევ არსებობს მეორე ფაქტორი. Po włóknach nerwowych იმისთვის, რომ ნერვულ გზებზე გაიაროს, იმპულს გარკვეული დრო სჭირდება. 20.